არათუ წარმოდგენა არამედ ძილშიაც კი არ დამისიზმრებოდა ის რომ ნიკოფორო ირბახის მიერ ჯვრის მონასტრის გუმბათის ქვეშ იატაკის წყობაში ჩადგმული ლითონის დისკო შესანიშნავი ქართული ხელთვით შესრულებული წარწერიანი დისკო ოდესმე გახდებოდა ასე ვთქვათ ჩემი ყურადღების საგანი. მე მხოლოდ 2016 წლის აპრილში ნახე და მაშინ გადავიღე მასთან ერთად სამახსოვრო სურათები მუზეუმი რომელიც არსებობს ფორმალურად ფაქტურად ჯვრის მონასტერში არის სრულიად ფარღალა და დაუცველი და იქ სწორედ შემთხვევით გადავაყარე მას და სამახსოვრო სურათებიც კი გავაკეთე. შემდგომში ეს სურათი დამეხმარა ამ ნივთის ასე ვთქვათ პარამეტრების აღსაწერად თუ რა სიგანის იყო ასე ვთქვათ ლითონის კალი ასოების სიმაღლე და ასე შემდეგ. ეს ნივთი 1969 წელს ჯვრის მონასტრის იატაკის აყრის შედეგად მაშინ არქეოლოგიურ შესწავლას ეწეოდა ათანასიუს იკონომოპულოსი აი ეს ნივთი მაშინ ამოღებული იქნა იატაკის წყობიდან მანამდე უამრავი სურათი არსებობს რარიტეტული სადაც ჩანს რომ დისკი ჯერ კიდევ ადგილზეა. ეს სურათებზე მითითებული მაქვს ისრები სხვათა შორის რა ადგილასაც ეძებარეობდა. და 1969 წელს დაიწყო შესწავლა ტაძრის ასე ვთქვათ იატაკქვეშა სივრცისა და აი მაშინ ამოიღეს მეპატრონეებმა მონასტრის მეპატრონეებმა ეს ნივთი და გადაიქცა მოძრავ ექსპონატად. დადეს ეგრეთ წოდებულ მუზეუმში. და ძალიან ნადვილი იყო ასე ვთქვათ ამ ნივთის დაკარგვის შესაძლებლობა, ძალიან გაიოლებული იყო. ეს პირველივე ნახვისთანავე მე მივხვდი რომ ეს ასე შეიძლება მოხდარიყო, თუმცა მაინც ვერ წარმოვიდგენდი რომ მე გავხდებოდი ასე ვთქვათ რაღაცნაირად მოწმე აი ამ ნეგატიური მოვლენისა. 2019 წლის გაზაფხულზე მე ჩავედი იმ განზრახვით იერუსალიმში, რომ მეთხოვნა ჯვრის მონასტრის იმჟამიდელი წინამძღვრის არქიმანდრიტ ფილუმენისათვის, რომ ეს ნივთი გადაეტანა უფრო დაცულ სივრცეში, ვიტრაჟები ან ასე ვთქვათ კარადაში, რითაც ის გადარჩებოდა ასე ვთქვათ შემდგომში დაკარგვას. როდესაც მივედი ის ადგილზე არ დამხტა, შემდეგ ჩემი მეგობრების მეშვეობით გავარკვიე რომ აღარ ჩანდა საერთოდ ეს ნივთი და მივხვდი რომ ის გატანილი იქნა მონასტრიდან. რატომღაც გონია რომ ეს გაიტანა არ ამკითხე ქართველმა ჩვენმა თანამემამულემ. შემდგომში ეთყობა ვერ გამოიტანა ისრაელიდან, რატომ უნდა გამოიტანა ესეც საკითხავია. ან უბრალოდ შეეშინდა და გადამალა სადღაც ან გადააგდო და მისი ბედი და კვალი არსად არ ჩანს, მე არ ვიცი და ძალიან სამწუხაროა და ისეთ ამ ვიდეოთი თუ ვინმე ნახავს ისრაელში ყოფილი ქართველები და შეხება ქონდა დისკოსთან, აი მე მას ვთქვი მოჩილესად ვთქვი რამენაირად ის უკან დააბრუნოს. რათა ეს არის ქართველთა კვალის ნიშანი და აუცილებლად ადგილზე უნდა ყოფილიყო ეს დაცული და არა იქ საქართველოში წამოღების რაღაც სურვილი არ უნდა გაჩენოდა არავის. ასე მგონია რომ ეს არის მაინც ქართველი კაცის ხელით გატანილი ასე ვთქვათ მონასტრის ტერიტორიიდან. ამჟამად ის დაკარგულია და მხოლოდ ფოტოსურათები შეიძლება დავთქვათ. საერთოდ ჯვრის მონასტრის ექსპონატებიდან ბევრი რამ არის დაკარგული, მაგრამ როდესაც ეს ჩვენ დროში ხდება და თან ასეთ გაურკვეველ ვითარებაში მართლაც ძალიან სამწუხაროა. ამ ფაქტმა მე იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ მე იერუსალიმში წასვლის სურვილიც კი დამეკარგა მომავალში, იმიტომ რომ რა აზრი აქვს იმის აღწერას, იქ რა გქონდა, რა სიმდიდრეს ფლობდით და ასე შემდეგ, თუ ასე უდიერად ვთქვათ, ასე დაუდევრად ვეპყრობით ჩვენ ადგილობრივ ქართულ არტეფაქტების დაცულობის საკითხს და აი ეს ერთ-ერთი ნივთია, რომელიც დაიკარგა ასე ვთქვათ ჩვენ თვალწინ. უკანასკნელად ის ნახა დავით ახვლედიანმა 2018 წლის თუ არ ვცდები იანვარში ტელეჟურნალისტმა და შემდეგ მისი კვალი არ ჩანს არსად.